დღემშვიდობისა. დღემშვიდობისა. არა, ფიდარა ყვა. სამხმაში გვინდოდა დაშლა, მაგრამ არა. 3-4. დღემშვიდობისა. მოგესალმებით, ძირფასტერი მაყურებლებო, აჰა. მონატრებულ ლაშასაც შეუერთდი ნატუკასთან ერთად, მოკლედ. ვიხარი ხართ მეგობრებო. ლაშას ქალიშვილი ხო იყო, არა და იმდენი ძახე ლაშა-ლაშო, ლაშა. ხო და აქედან მინდა ძალიან დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს უთხრა ბექნოს, თაქჩოს, შენ, ჩემს ძირფასო მთელს პერსონალს, მთელს არაჩვეულებრივ შემოქმედებით ჩვენ დღის პოსტს რო ესე ლამაზად და გემრიელად წარმოაჩინეთ ჩემი გოგონა, რომელიც ჩემი ოჯახის ამინდია, როგორც კი ეტყვი რომ მართავი რა ლამაზი ხარ, ვიცი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე რო უყურებდი ტელევიზორით სახლიდან ლაშა კაბაში მეთქი ვიძახი. არადა შარვალი ეცვა. არა, საერთოდ ვიძახი ქალისამ. მოკლედ ხალზე საუბრობ ბიჭებო და ეხლა მე უნდა დავიწყო რა. დამეთანხმებით რომ ქალბატონები არ არსებობენ ულამაზოები. ნამდვილად. ყველა ქალბატონს აქვს თავისებური შარმი. კიდევ ულამაზები ხდებიან, როდესაც ნამდვილი მამაკაცი ვთქვათ გვერდი და ამიტომ დღევანდელი ჩვენი დღე ბიჭებო, იმიტომ არიან ორი ბიჭი აქ რო სასწაული ქალბატონები გვეყოლება სამივე ბლოკში. არა, პირველი განსაკუთრებით ისეთი ქალბატონია, განსაკუთრებულია ნამდვილად. არ ვიტყვით და სუბატიკნება ჩვენისა. განსაკუთრებულები რამეთანხმეთ ბიჭებო, რატო არიან? იმიტომ რომ ძალიან ძლიერები არიან. ისეთი ეპატაჟურებიც არიან და ყველაფერთან ერთად მისაბაძი ქალბატონებიც არიან. ეთანხმები, შემდგარი ქალბატონები არიან და ვფიქრობ რომ ნებისმიერ მამაკაც ხიბლავს. ხო, ნამდვილ მამაკაცზე მაქვს საუბარი ესეთ გეთანხმები ნამდვილად. და გარდა ესე იგი, თავის სიძლიერისა ფიზიკური სიძლიერეც აქვს ამის დამატება მინდა ისმენ ლაშა. მასაც სიძლიერე თუ აქვს. ჩვეულებრივ ულამაზესი ქალბატონი გვესტუმრა დღეს. აი მართლა ფანტასტიკური, პროფესიონალი, მოკრივე, ჩვენი სტუმარი ულამაზესი, მართლა ულამაზესი ქალბატონი არ ვიცი მე თუ მოკრივე იყო. ელენა სიხმაშვილი, პროფესიონალი მოკრივე. არა მარტო ფიზიკურად ძლიერიო, არამედ სულიერადაცო. მასე სამხედროც არის ამასობაში, მასე დაყრდნობა არა ქალბატონი და მეგობრებს შეუძლია. აბარა. კაცსაც კი, კაციც კი დაგეყრდნობა ჩემო ელენა. მე მარჯვენე ხარ თუ მე მარცხენე? ასა დაჯდეს. მე მარჯვენე. მე მარ ძალიან კაი, მაშინ ახლოს მოვიწევ. შენი ნატოკას არ გაიმეტებს ვიცი. არა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ დამეთანხმები ლენა, რომ ძალიან უყვარს ჩვენს მაყურებელს შენი სტუმრობა. ერთი იმიტომ უყვარს, რომ რაღაცა თუ არ მოსწონს იქვე დაწერს, ხო იცი ხო არსებობენ და მეორე კიდე მართლა ძალიან ბევრი ქალბატონის აზრს რაღაცნაირად აჟღერებს შენ, რასაც შეიძლება ბევრი ხმამაღლა ვერ ამბობს. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. მიხარია კვლავ რომ გხედავთ. რაც შეეხება მაგ თემას, ზუსტადაც რო ესეა, მართლაც ანუ მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ახლა ნორმალური ჩამოყალიბებული ადამიანი თუ მოისმენს ამას და ანუ აზროვნება გააჩნია, არ გააკრიტიკებს ამ საკითხს, იმიტომ რომ ახლა ყველა ქალის პრობლემა არის, მეც ქალი ვარ და რა თქმა უნდა მესმის მათი გადმოსახი და რაღაც ახლა ერთეულების რაღაც საუბარს არ ვაქცევ არასოდეს ყურადღებას და მით უმეტეს იმ კაცების კატეგორიის, რომელიც 24 საათი კლავიატურაზე რო ზიან და მარტო რო ილანძღებიან და ითათხებიან. ეს კლავიატურის ლომებს ვეძახით ჩვენ. ქონდა ერთი-ორი ეგეთი შემთხვევა და მე მაინტერესებს იმის მერე შეიცვალა რამე დღესდღეობით აქცევ თუ არა კომენტარებს ყურადღებას. მინახავს რამოდენიმე შენი პასუხი და ამიტომ. ვაქცევ, ნუ ახლა ძალიან ახლა რო გითხრათ რომ ყველაფერს ვატარებ თუ არა, იმიტომ რომ არის რაღაცა ისეთი კომენტარები, რაც არ მსიამოვნებს და ძალიან ის არ გაატარებ თვალეთად. დედის გინებას. დედა, ყოფილა ეგეთი რა. დედის გინებას შეურაცხყოფას აი კაცებისგან რაღაც არასამართ არავინ არ გაატარებს და ამიტომ უკაცრავად. თან მიუხედავად იმის რომ დედა ჩემი დაღუპულია და ხო ვიღაცა არასწორი როზის და ხო მკვდარ დედას მაგინებს იმიტომ რომ ხო რაღაცა არ მოვეწონი ან ვიზუალურად ან მოვეწონი ან რასაც ვსაუბრობ ეს უკვე მაგის პრობლემა. ხა მე შევა არ მომწონს ბევრი ვიღაც მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დავუწერო რაღაც ცუდი და შეურაცხყოფა მივაყენო. ყველა ვართ ინდივიდები, ამიტომ უნდა გქონდეს მიმღებლობა და მივიღოთ ისეთები როგორებიც ვართ. ზოგადად მაპატიე ბოდიში უცებ ვიტყვი ახლა მე რაღაცა ისე არ გამოგვივიდეს მეც და ანრის დამეთანხმებ და ჩვენი ბექნოს დაგვეთანხმებ და უმეტესობა კაცებისას როდესაც მამაკაცი ქალბატონს უწერს
რაღაცა ასეთ კომენტარებს მე თუ მკითხავთ ესეთ რაღაცას არსებობენ ორი კატეგორიის კაცები არსებობენ კაცები და კაცმაცუნები კი ბატონო მე კაცმაცუნები საერთოდ უნდა დაიღალოთ სამწუხაროდ ვიზიდებ ამ კაცმაცუნებს ხო და ელენა იცი რა მაინტერესებს აი შენი ძლიერი ხასიათი როგორც თქვი აი ის რომ არავის არ უშინდება და არაფერს არა მხოლოდ თავის თავს არამედ მის საუკეთესო მეგობარსაც რო შეეხონ ელენა ყოველთვის გვერდით არის ეს რისი ბრალია ის რომ შენ ხარ პროფესიონალი მოკრივე ხასიათი გაგიმაგრა ამას სიძლიერე მოგცა თუ თავიდანვე ასეთი იყო ნუ რა თქმა უნდა ხა ფიზიკურად ძლიერი რო ხარ ესეც პლუსია და ბევრ რაღაცაში უფრო თავდაჯერებული ხდები ხო ხა მარტო რომ ენით ილაპარაკო და იყვირო და მე შემიძლია ის არის სისულელია ანუ ეს ყველაფერი მონაცემები რაც გაგაჩნია ხა ბავშვობიდან ზოგადად აქტიური ვიყავი და მაშინ ხა კრივით არ ვიყავი დაკავებული მაგრამ ჩვეულებრივად შემეძლო კარგად მიმეტყება ყველა ვინც გამაბრაზა ბავშვობიდანვე კი ბატონო კი იმიტომ რომ ზოგადად ხა მაინც ცოტა ბიჭური ბავშვი ვიყავი რამდენი მსხვერპლი გყავთ თქვენს ანგარიშზე რამდენია ნოკაუტით რამდენი დასრულდა ზოგადად სხვა რო თოჯინებით თამაშობდა ხოლმე მე ხეზე შტაბი მქონდა ხოლმე მოწყობილი და მაგარია თამაშობდი ხოლმე რა მაგარი მაინც ხა ნუ რა თქმა უნდა ხა მეც მომწონდა თოჯინები ნუ ხა მას ისე მაგრამ მაინც უფრო უმეტეს ნაწილს ბიჭებთან ვატარებდი ხოლმე და ეს რაღაც ქალა ბიჭა და ბიჭებთან არის და ბიჭებთან და აი ნუ ეხა დღეს გამოდის რომ ეს ბიჭებთან ყოფნა რაღაც კარგიც აღმოჩნდა ჩემთვის იმიტომ რომ ბევრი რაღაც სხვანაირად დავინახე ბევრი რაღაც ვისწავლე გინდაც ის ელემენტარული რაღაც რასაც კაცი გააკეთებს მე შემიძლია ავდგე და გავაკეთო ეხა ის ფიზიკური სამუშაო იქნება თუ რაღაც მაგას ჯობია როგორც კარგი კაცი გედგეს რომ მაგააკეთოს მაგრამ თუ არც იქნება არც მაგის პრობლემა არ არის იდეალურად ვარ და თავს ყველაფერს ჯერ ჯანზე ვარ ხოძე ვარ და ყოველ შემთხვევაში ჯერ ახალგაზრდა ვარ კიდევ. თქვენი ხელით გაარემონტეთ სახლი როგორც ვიცი. კი, რაღაცები კი ბატონო, უყურე ხელოსნოს და შემდეგ დავიმახსოვრე რაღაცები. არა, იცით რა, ხვალ დაგიკავშირდებით მე თქვენ და მე თუ მივადი. ჩვეულებრივ მივიღე მონაწილეობა რაღაცებში. ელენა, ხასიათი ახსენეთ ზეღან და მაინტერესებს ეს ხასიათი ჩამოგიყალიბდა გენეტიკურად ვინმესგან თან მოგდევს. ფიზიკურობა მე დაემატა გასაგებია. რაც თავი მახსოვს სულ ესეთი ვარ, როცა აზროვნება დავიწყე და დამოუკიდებლად მოქმედება სულ ესეთი ვარ. ვის გავხარ ამის ხმა მინდა? დედას. დედა ჩემი კი ძალიან მებრძოლი იყო დედა. სპორტსმენი იყო, ბადროს ტყორცელი და რაღაც ესეთი სპორტი იყო. საკმაოდ ძლიერი ქალი იყო და მე ვფიქრობ რომ დედას დავუვაი და მისგან მაქვს ეს ყველაფერი. ანუ ის არის ხო რომ ელე გოგო ხარ და მოიქეცე გოგოს არა ხო? პირიქით მე ხედავდი ის როგორ აკეთებდა ამ ყველაფერს და ანალოგიურად მე ჩვეულებრივ მას დავამგვარი და ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც აუცილებლად უნდა ვკითხო. ელე აი ეს შენი ხასიათი, ეს შენი სიძლიერე ხო არ იყო მიზეზი ოჯახის დანგრევის? არა, ოჯახის დანგრევის. მაგრამ მამაკაცებს ცოტა ეშინია ძლიერი ქალბატონების და შენ კიდე ადამიანი ხარ, რომელიც არ პატიობ თუ მამაკაცი ხარ ფიზიკურად ძლიერი. არა, არ პატიობს თუ მამაკაცი ხარ უნდა იყოს ჩემზე ძლიერი. ჩვენ ეს ელენას ხასიათი. კი ბატონო. მე ვფიქრობ რომ ახლა კაცს არც ერთ კაცს არ უნდა შეეშინდეს ქალის. ანუ კაცს როგორ უნდა შეეშინდეს ქალის ჯერ აქედან დავაწყო. როგორ არა, ჩემოსიცოც. ხო, ნუ ეშინიათ აი ახლა არ მინდა ცოტა ისეთ სიტყვები გამოვიყენო. არიფებს და უმაქნისებს ახლა რა ვიცი ვაჟკაც არ შეეშინდება ქალის და ახლა იმის და მიუხედავად რომ მე ძლიერი ვარ და შემიძლია რომ მამაკაცს კისერი მოვუგრიხო ეგ იმას არ ნიშნავს რომ მე მივარდები და გავტყიპო და რაღაცები ანუ როგორ შეიძლება ხო ანუ ცივილიზებული ხალხი ვარ შეგვიძლია საუბარი შეგვიძლია შეთანხმება და ასე და ახლა ჩემი ოჯახის დანგრევა ანუ ესე რო ვთქვათ მე ვფიქრობ რომ უფრო გამოიწვია ჩემმა მეტმა პასუხისგებლობამ ანუ მე მეტი პასუხისგებლობა ვიტვირთე ესე თქვენ თავს ანუ მე ვფიქრობ რომ მე უფრო ქმარი ვიყავი რა ვიცი ანუ ის ის რა როგორი კაცები ჩვენ არ გიყვართ ძინარე იყო უფრო აი ტორმუზი იყო ცხოვრების რა ვიცი თავის გზაზე გამომარჯოს ღმერთმა რა შეთანხმებაც ახსენე და გამახსენდა როგორ აღწევ შეთანხმებებს აი ვაი და ვერ მიაღწია ასე საუბრით იყენებ იქ მარჯვნიდან მარცხნიდან ყველანაირად ვუცდები რომ საუბრით მოვაგვარო ყველანაირად აი იმიტომ რომ ისეთ სიტუაციებს შევუქმნი აქედან თუ არა იქიდან მივუდგები იქიდან თუ არა იქიდან მაგრამ ბოლოს ვერ ვქენი უკვე მე აღარ მაინტერესებს ეს პასუხი მინდა ხო მაგრამ ეს რა ქვია ქალბატონებთან თუ ქონიათ ესეთი შეჯახებები საერთოდ ქალბატონებთან მომდიოდა ხოლმე კონფლიქტი არ დავმალავ და ნაკლებად ურთიერთობ ხოლმე ქალბატონებთან მიუხედავად იმის რომ ძალიან მიუყვარს კარგი მოსაუბრე გაპრანჭული ქალბატონი ნორმალური ზდილობიანი აი
მინდა რომ კარგ ხალბატონებთან ვიმეგობრო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის განამ, იმიტომ რომ ჩემში არის პრობლემა. საბოლოო ჯამში ვხედავ ხომ ისეთ რაღაცებს და აი მაგალითად მე თუ ვარ მათთან სუფთად გულით და რაღაც კარგად მეგობრობ და დაქალობ, რასაც ქვია, იმათგან ვხედავ სხვა რაღაცას, ანუ უბრალოდ მიცინიან რაღაც მეთანხმებიან და ზურგს უკან რაღაც საუბრებს, რაღაც არასასიამოვნო რაღაც მომენტი, ეს ძალიან კაცებთან ეს არ ხდება, ანუ ჯობია კაცებს ეძმა კაცო და იმათთან ერთად სანადიროთ იარო თეოზი დაიჭირო და გაერთო, ვიდრე ეხა დაждე მაგათთან და შილაკებზე ვილაპარაკო და აი იმას ისეთი მანქანა ყავს და აი შილაკი იცი რა მაინტერესებს კაცებმა ციციან ბიჭებო თქვენთან ბოდიში, მაგრამ ჭორაობა იციან კაცებმა ხო ყოფილა ჭორაობა კაცების მოგონილია ჭორაობა არა ფლადმასი არა ფლადმასი ხასო გამოყვა მოჭარო კაცები არა ხას გაუსავ იმას აი მაყურებელმა მინდა რომ სწორად გაიგოს რატომ ყოველთვის ჩემი საუბარი იწოს ხოლმე დიდ რაღაც გამოხმაურებას და ხო რაღაცებს და ანუ სწორად მინდა გაიგონ რა ანუ ჩვენი საუბრის კადრს მიღმა ჩვენი საუბრის საოცარი დასაწყისი გქონდა და აი ის მცირედი მაინც ახსენეთ მე უბრალოდ ძალიან არ მომწონს მე ვფიქრობ რომ ხალი და კაცი იმიტომ განსხვავდება ერთმანეთისგან რომ ის კაცია და ის ხალია ხო ანუ კაცი არის ზოგადად კაცი მოიხსენიება პრობლემის მოგვარებისთვის ორიენტირებულია პრობლემის მოგვარებას განახალები ვერ მოგვაგვარებთ მაგრამ შენ რო კაცი ხარ და ჩემს გვერდით ხარ შენ უნდა მოვაგვარო და არა მე უნდა ვიკაცო და მე ვაგვარო მე ძალიან არ მესმის იმ კაცების კატეგორიის აი 50 წლის ხალხს და 60 წლის ხალხს ევროპაში რო სამუშაოდ უშვებენ გინდაც ახალგაზრდას ეს არის ძალიან სირცხვილია ჩემთვის მე ის ხალბატონები იქ არიან მუშაობენ შრომობენ ეს აი სრული ამ სიტყვის ნიშნობით ყრიან აქ რასაც ქვია და მე აქ სადღეგრძელებში ვაშკაცობა ქალები ქვეყანა რაღაც და რომელ ვაშკაცობაზეა საუბარი და რომელ ქალის სადღეგრძელებაზე ოჯახიდან ქალს რო გაუშვებ და ქვეყნის ქალად გაუშვებ ის შენი აღარ არის და პასუხი ვაფშე პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს საერთოდ მაგაზე მე იმ შემთხვევაში გავამართლებ წასულ ქალბატონს ქვეყნიდან აი რომელსაც ყავს ინვალიდი ქმარი ინვალიდი შვილი და იზოლებული რო ხდება რო წავიდეს თორე მე არ ამგონია რომელიმე ქალბატონს მოსწონდეს ოჯახი დატოვოს შვილები დატოვოს და წავიდეს აქ უკვე ქმარზე აღარ არის საუბარი ის უფრო შვილებზეა ორიენტირებული რომ იზოლებული ხდება წერო ხედავს რომ ის უკანარაა და არაფრის თავი არ აქვს დგება და მიდის და ძალიან არ მომწონს მე როდესაც ევროპაში მოგზაურობ ხედავ იქ მოხუცი ხალხი როგორ ვარჯიშობენ ველოსიპედებით როგორ დარბიან და რაღაცებს აკეთებენ ჩვენთან კიდევ ქალბატონებს ეს არ აქვს ეს ყველაფერი ხედავ როგორ შრომობს მიწაზე მოხრილი და რაღაც ან პროდუქტს ყიდის და რაღაც რატომ უნდა იყოს ეს ან რატომ უნდა მიდოდეს ჩვენი ქვეყნიდან ქალბატონები და კაცი რატომ უნდა იჯდეს აქ აი რატო უშვებ მე პრობლემა აქვს და პრეტენზია და მე ლანძღავენ ამ ქალბატონებს აი წავიდა და იქ ვიღაც ნახა ანუ შეკაიკაცო არიცი რომ ვიღაც ნახოს და არც უნდა გაამტყუნო რატო გაუშვი მაშინ ყურადღება აკლია სითბო აკლია და ზრუნველობა აკლია შენ მე იმის სიტუაციას მიქმნი რომ მე ავდგე და ქვეყნიდან წავიდე შენ ჩემთვის აღარაფერი ხარ და პრეტენზიაც არ უნდა გქონდეს ანუ ქალი რო ოჯახიდან გავა და ქვეყნის გარეთ წავა შენ ჩუმად უნდა იყო რა უბრალოდ არაფერი აღარ ხარ იმისთვის და აი ამ ყველაფერზე ღიზიანდები ხომ ეხა შეიძლება ეს ჩემი საუბარიც არავის არ მოეწონოს იმ ქალების კატეგორიასაც ვინც წასულია მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ სადღაც გულის სიღრმეში მიხვდებიან რომ მე მართლაც ვლაპარაკობ იმიტომ რომ კაცი თუ მე იმ სიტუაციაში შემიქმნის რომ მე ავდგე და წავიდე ის აღარ არის ჩემთვის არაფერი ადექი და შენ თვითონ წადი მე რატომ უნდა შემიქმნა ის სიტუაცია რომ ოჯახი დავტოვო შვილები და წავიდე აბსოლუტურად არ შემიძლია ახლა არ ვკითხო ეს იმიტომ რომ რამდენჯერ ყოფილიყარ ჩვენთან სტუმრად გვისაუბრე მაგრამ ეს კითხვა არ დამისვა შენთვის ელე როგორი უნდა იყოს მამაკაცი რომ შენი გული მოიგოს და იცი რა როცა არის ძლიერი ქალბატონი ცოტა რაღაცა უფრო მეტი ასე ვთქვათ პრეტენზია არ დავარქოთ მოთხოვნა ასევე ცოტა უკვე უფრთხიან რაღაცა ვიღაცა ახლის შემოყვანას თავის ცხოვრებაში როგორი უნდა იყოს მამაკაცი რომ შენ გახდე ფრთებ გამოსხმული და ფრთებით იჭხუბო და არა ხეთათმალე. აბა მეგობრებო ყურადღება. მაშინ ეს ვიტყოდი ამ ყველაფერს ცოტა ჩემს შესაძლებლობებსაც შევეხებოდი. ანუ ჩემთვის ჩემს გვერდზე მყოფი კაცი უნდა იყოს იდეალური, მოაზროვნე, ძლიერი და ყურადღებიანი უნდა იყოს და მე მიუხედავად იმის რომ შემიძლია რაღაცების არა ბევრი რაღაცების მოგვარება. შეიძლება ხა არ ვარ მდიდარი და ბევრი ფული არ მაქვს, მაგრამ მე შემიძლია ჩემი თავი წავიყვანო კინოში, რესტორანში, ჩავაცვა რაღაც ბრენდები, წავიდე ევროპაში სამოგზაუროდ, ამ ყველაფერს მე უზრუნველყოფ ჩემი თავით. შეიძლება ხა იმას ეს ყველაფერი არ კონდეს და ამდენად ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ არ უნდა იყოს უმაქნისი, უკნარა და უპასუხისგებლო, იმიტომ რომ მე თუ ამდენს ვქაჩავ
ანუ ელემენტარული იმის უნარი უნდა კონდეს, რომ ამის ნახევარი მაინც შეძლოს და ჩემზე არ უნდა გახდეს დამოკიდებული და რაც ყველაზე მთავარია, მატყუარა არ უნდა იყოს და პასუხისგებლობის გრძნობა უნდა კონდეს. ყველაზე მთავარი ეს არის, შეიძლება ხა არ იყოს რაღაც ვიზუალურად ტომ კრუზი და რაღაც, მაგრამ ხა არც მახინჯი არ უნდა იყოს. იყოს სიმპათიური და კაცური იყოს და ვაშკად კაცს უხდება რა, კაცობა უხდება და თავისი სიტყვის პატრონი უნდა იყოს, ხო რა, დანარჩენი რა ვიცი ხო მეტი არაფერი. მესმის თქვენი ფიზიკურობა, მაგრამ თვალები ყიდით თვალები, იმიტომ რომ ამ თვალებიდან გამომდინარე ძალიან ნაზი და არაჩვეულებრივი ქალბატონი ჩანს. აბსოლუტურად გეთანხმები. ერთი მზერაც და აი ყველაფერი კი ბატონო მასეა. აი ისეთივე მეუღლე რომ შეხვედროდა ელენას, როგორც თვითონ ეძებს, იქნებოდა და ისეთივეა როგორც ბრძანებ მართალი გეთანხმება. უბრალოდ ის უფრო მეტად გამოამჟღავნებდა ამ სინაზეს. მე ვფიქრობ, რომ ყველას სჭირდება თავისი სულის ადამიანი. ძალიან ცუდია, როდესაც თავიდან გაიცნობენ ერთმანეთს ეს ყველაფერი, ჰაი ჰუი მოსწონ რაღაც დეითებზე მიდიან, ჰაი, მაგრამ მე უკვე ერთად თანაცხოვრებას რო იწყებენ, აღმოჩნდება ბევრი ისეთი ნიუანსი, რაც აღარ მოგწონს. გინდაც ელემენტარულად რო ავიღოთ, აკვირდები, როგორ ჭამს, როგორ ძინავს, როგორ მოქმედებს, როგორ აკეთებს. აი, როგორ ცხოვრობს შენთან ერთად და შეიძლება ჩათვალო, რა ფეხებში გედება რა, ის უბრალოდ აღარ მოგწონს რა. ამიტომ კარგად უნდა იცნო. დახუჭო თვალი რაღაცაზე. ნუ რა თქმა უნდა, ხა ოჯახში როცა ხარ, ბევრ რაღაცებზე გიწევს დათმობა, იმიტომ რომ ხა აი, რას დათმობდი კაცთან ურთიერთობაში? რას დავთმობდი და ჭამას არ უყურე. დავთმობდი ღალატს ვერ დავთმობდი. არ ვაპატიებდი და არც გავატარებდი. შეიძლება მომატყუოს და რაღაც ვერ გავიგო, ჯობია რომ მომატყუოს და ვერ გავიგო, ვიდრე შევამჩნიო და ეს გავიგო. არ გავატარებდი, აი ზერაღლად რომ მიუდგება რაღაც საკითხებს და რაღაც მიზეზი რო აქ რა, აი პასუხისგებლობის გრძნობა რო აქ და აი მე იცი რა, მე აი ამიტომ ეს მიზეზი არ არსებობს. ყველაფრის მიუხედავად როგორც კიდე დაკავებული იყო, არსებობს ყველაფრის მოგვარება. ხიზი ყელიაო? ელი აწარმოუდგენელი არის რომ ამდენი ხნის განმავლობაში ესეთი ლამაზი ადამიანი თაყვანისმცემლები არ ყოფილიყვნენ და არ იყვნენ ეხლაც. ეხლა მითხარი რომ იგებენ. შენ ასე ვთქვათ, აი იგივე რა მოთხოვნებიც აგ ის რომ პროფესიონალი მოკრივია. უცბად არ ქრებია. აუ, ყველაზე სასიცილო ეცი რა არის, აი დღეს რატომღაც ყველა კაც არ ვეხები და იმედია არ გაბრაზდებიან და მე ვიღაცას არ ვაგინებ იქ კიდევ კომენტარი. აქედან დაიწყე, აქედან. ანუ ახეთ როგორ რაღაც არის ხშირი კითხვა და ეს არის უკვე მასიური. ის კატეგორია, რომელიც არის პასუხისგებლიანი, ვაჟკაცური და რაღაც ეს უკვე ცოტა არის, იმ მხარემ გადაჯაბრა და იმიტომ არის, რომ უკვე ქართულ ქალებსაც ნაკლებად აქვთ უკვე ინტერესი ქართული მამაკაცების და ეს ფაქტია და ვერავინ ვერ იტყვის რომ ესე არ არის. როგორ ქართულ ქალებს მაპატიეთ? ქართულ ქალებს ნაკლებად აინტერესებს უკვე ქართული კაცები და ეს გამოიწვია რამ? უმაქნისობამ, უპასუხისგებლობამ და აი როი პირადად ეხა მე კიდევ ვიტყვი რომ მე არ ვარ მდიდარი, მაგრამ მაქვს იმის უზრუნველყოფა რომ ჩემი თავი დავაკმაყოფილო ასე თუ ისე რაღაცებით. აი ქმარი არ აყოს, აი შვილი ყოს, სად მუშაობ? აი მანქანა ყოს. აი ეს ყველაფერი მე მაქვს, შენ ის მაქნისი და რა გაქვს ხო? ანუ მე ანუ ჩემ იმას რას უყურებ შენ? ანუ ეხა ბოდიში ხა ხალათ და ჩუსტები, მეგრე მეც მეკიდია რა იქ და არავის არ ჭირდება რა. ელენა, უკაცრავად, მაგრამ ერთი კითხვა გამიშთა. შენ მარტო უმაქნისობა არ გაწევს მე მგონი მამაკაცებში, იმიტომ რომ შენ ახლა უბრალოდ ვაჟკაცური საქმიანი მამაკაცი რო იყო, შეიძლება არ ვერ ჭამდეს კარგად, მიდიოდეს და საცვალს იწორებს, არ მოგეწონს და გააგდო რა. ეს შეკითხვა შტაბეჭი ეს არა, ნახე, თუ რაღაცას ერთად ცხოვრობს როს ანუ რაღაცას იმდენი ნიუანსი ჩამოთვალე რომ არა, იმიტომ რომ დაჯაბნაო იმან ვაჟკაცს მრავალ მხარეს ცოტა ისეთი ხალხი. მაქვს ბევრი მინუსი, იმიტომ რომ იდეალურები არავინ არა ვარ, შეიძლება იმანაც ჩემში აღმოაჩინოს ისეთი რაღაც რომ ხო, რომ არ მოეწონს. ახლა შეიძლება სულ არ მოწონს იმას, რომ აი რაღაც მე ავდგე და ის გავაკეთო, მაგრამ ეს მე ხო ესეთი ვარ, იმან ხო იცოდა რომ მე ესეთი. ანუ იმიტომ ჩვენ მიმღებლობა უნდა გქონდეს ერთმანეთის, მაგრამ თანაცხოვრების რო შეიძლება ისეთი რაღაცები აღმოაჩინოთ ერთმანეთში, რომ რაღაც აი ამხელად გადაიქცეს და მიზეზი გახდეს ამ ყველაფრის. ამიტომ გვიწევს ბევრჯერ რაღაცების დათმობა, როცა ოჯახში ხარ და უკვე შემდგარი ოჯახი აქვს, უნდა დათმო შენც და იმანაც ორივე, მაგრამ ეხა დათმო ის იმას არ ნიშნავს, რომ თავდახილმა იაროს და იმან გიტყაპონოს და გირახუნოს და რა ვიცი ხა. ანუ ვერა რა, უბრალოდ არა რა, ჩემში არა. ვერა. ერთი კითხვაც არ შემიძლია ბიჭებო რო არ კითხო. ქალბატონი, აი შე რო თქვი თვალები, წარმოუდგენელი რომ არ იყოს რომანტიული. მით უმეტეს გაზაფხულის პერიოდში, რამდენად რომანტიული ხარ? კი ვარ.
რაში გამოიხატება? ეხლა შენ თქვი რომ მივდივარ ჩემთან კახეთში ტყეში. ძალიან აი რა არის შენთვის რომანტიკა? ჩემთვის არის, ჩემი რომანტიკა არის ლამაზი თაიგულები, ჩაწყობილი ვაზაში, ლამაზით გადაფარებული სუფთა, სადაც ამყვავილებთან დავждები და ფინჯან ყავას დავლე, ჩემთვის ჰარმონია, სიმშვიდე და ჩემი სამყარო, რომელიც ეს მე მაქვს. ხმაურის მიყვარს აურზაურიც, მაგრამ არა, მე მომჯობინებს ჩემ სამყაროს, სადაც ჩემი რომანტიკა არის ყვავილებთან ერთად და ჩემ სიამოვნებით შემიძლია ფინჯანი ყავა დავლიო. ხა მეგობარი ძლა გავიგო. დებორა, უკვე დიდი გოგოა დებორა და ესე შილაკის გარდა ყველაფერი გიყვარს ქალური. შილაკიც, შენ წამდგენ შილაკიც მქონია, მაგრამ ხარას მივატაკე ეს თითი და ხარას და საშინელება. აი მე პარსა გულახდილად ვიტყვი, როგორ აკეთებენ საქმეს. ანუ ძალიან უხდება ფჩხილს, შილაკი, მოვლილი ქალბატონებზე ვგიჟდები, ლამაზად ყველაფერი, მაგრამ როცა სახში სხვა დამხმარე არ ყავს და მხოლოდ ერთი ხარ და კაცი შენ ხარ და ქალი შენ ხარ, არ ამგონია შილაკი გამოგადგეს, იმიტომ რომ შენ ხო ჩექმას ვერ ვიცვათ, აი ეს ჩქმეტაოდი, აი ეს ვერ ამომხოდა. არ ვიცი, პროსტა როგორ აკეთებენ საქმეს რა. როც ხელთა თმანებსაც უჩვენ ჩაიცმევ და რიგზე რო გადიხარ. ესე ხო ვერ მოღუნა, ხელები გაფშეკილი, აი ეს და დავიჭერი, მე თვითონ დავიჭერი, იმიტომ რომ ჯერ აზრობის დრო არ იყო და აუდე გინდა მე თვითონ დავქლიბე, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი რა. აი რატომ მიყვარს ეს ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან გულწრფელია, აი რა მართლა ესე იყო, ვერ ვიხმარე რა ვქნა, ხა არიან კატეგორია რომ აი ამ ხელები აქვს და არ ვიცი საქმეს როგორ აკეთებ, ელემენტარული ჰიგიენურად როგორ წესრიგდებიან. შემიძლია. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე როგორც ვთქვი, ზუსტად იგივეს ვიტყვი, თვალები ყიდით, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველა ერთ ქვაბში კაცები არ ვიხარშები. აქეთ ისევე როგორც ქალბატონები, ყველას თავისი ნაკლი აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. უჩილესად ვთხოვთ, ეხლა ჩვენ თქვენ ბლოგს ვამთავრებთ, არ წახვიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ პატარა სიურპრიზი გვაქვს ქალბატონებისთვის, რომელიც აუცილებლად შემდეგ ბლოგში იქნება. რის შემდეგ? რეკლამის შემდეგ ჩვენაც ყოველ ცხოვრებას გავუმართებთ.